კარგი, ცოტა ნელა ჩამოდი, ნუ ჩამორბი ხარ. მიშველებიზია, ჩიჩილაკი გაცოცხლდა და დადის. აი, მოგიწევ. ნიკა, ისე სხვათა შორის რო იცოდე. დღეს ამ ჩიჩილაკს მიყვები შენ სამსახურში. ხო, ნიკა, დღეს მე უნდა წაგიყვანო. არ მინდა რა ლაშაბიდია რა. ამასთან რომ მივდივარ, სულ ტატოსთან მსვავს და რაღაცებს მახატინებს. და შენთან პროტეზებით მაინც გავერთობი. კარგი, წამოდი და ნოდარს ვეთქვი რომ მოგხედოს. აუ, ნოდარი სულ დამავიწყდა, დაიწყებს მე ლაპარაკს. სალმა ეს გააკეთა ხათუნა მამას ეს უთხრა, არ მინდა რა. ნუ მაშინ თეკლას დაყევი. არა, იქ მერე პაატა შემოა და კური არის პაატა. დაიწყებს მე თეკლა, არ მინდა რა. მოდი ცერას ვიზა, სახლში დავრჩები და ვიქნები წყნარად. აუ, აქ ხო წყნარად ვერ იქნები. აბა, ვისთან მივდივარ? ჩემთან მოდიხარ. რამეს ხომ იყიდი? კი, რა გიყიდო? გინდა იმ ფუნთუშას გიყიდი, ნიკა? არა, ფუნთუშა ხომ იყიდე უკვე. ეხლა PlayStation-ი მიყიდე. ნიკა, PlayStation-ს თოვლის ბაბუა მოგიდა სახალ წელს ხო ლაშა? უი, თეკლა, შენ რო პატარა იყავი, დადიოდა შენთან თოვლის ბაბუა. კი. კი, მიდიოდა, მაგრამ მამამისი არ უშვებდა ნერსე ბატონი. არ უშვებდა, იმიტომ რომ თოვლის ბაბუა ხო გლეხია და ხო, ისე დიდი სიამოვნებით გავატარებდი ამ ახალ წელს სადმე უცხოეთში. სად? თუნდაც ესპანეთში. კარგი რა თეკლა რა, კარგი. ხულიო ეგლესიასი გამორბის აქ და შენ რა გინდა ესპანეთში? შენ რა გონია ხა თბილისში ვერ გაერთობი? ძალიან მშვენიერი იქნება რაღაც საახალწლო გარემო, სუფრა, აი ტელევიზორში ეგერ ნასვამი წამყვანები იქნებიან და გაყინული მომღერლები. რა გინდა? ხო, თან წელს დიდი ნაძვისხევი ექნება და შეშებიდი. კი, აუცილებლად. ხო, მართლა ის პატარა ნაძვისხეც უნდა დავდგა მე იქ აბაზანაში. პროფესორი რო შემოვა უხერხულია ახლა. აი კიდე ლაშა, იქ გარედან რაღაც ბრახუნი მესმის მთელი დღეა და რემონტს აკეთებს ვინმე? არა, თეკლა, რემონტს კი არა. პაატა ნერვიულობს შენ რო აი სამსახურის თაობაზე რაღაც რო დაემართა რა შენთან დაკავშირებით და დადის ესე ოთახებში და კედელს თავს უტყავს. კარგი, რა სიტანჯავს თავს რა არის? მე ვიცი რომ შემთხვევით დაემართა. ხო, თეკლა, კი, მაგრამ ხო იცი პაატა როგორი მგრძნობიარე ბიჭია. რაღაცა განიცდის ამ ყველაფერს და ისეთია, კი, მგრძნობია. მორიდებული. ხო, ძალიან მორიდებულია პაატა. მაგრამ იცი რა არის ლაშა, ჯობს რომ მორიდებულია, იმიტომ რომ არ მიყვარს რაღაცა ისეთი ბიჭები რო არიან ზედმეტად თავდაჯერებულები, რაღაცა უხეშები, აი რო კაცობენ მოკლედ რა. ხო, წავედი მოკლედ მე მოვემზადები და ნიკა მოემზადე შენც არ დაგვაგვიანდეს. ხო, ახლავი. კაი, გიბიძია როგორი ბიჭები არ მომწონს, რა თქვა? კი, გავიგე, უხეშებიო, რო კაცობენო და რა, ზედმეტად თავდაჯერებულებიო, ხო? მერე? რა მერე? პაატას რომ უთხრათ, რომ თეკლას ასეთი ბიჭები მოწონს, რა მოხდება? რატო უნდა უთხრა? რა გჭირს ბიძია, გავერთობით. მაბდექი და დალიეს შენ დალიე და გავედი მე პაატასთან საქმე მაქვს. კარგად მოიფიქრე ნიკა ყოჩახ. ესეც მაგარი მყავს რა.
ვაიმე თეკლა ეს როგორ დამემართა ვაიმე თეკლა ეს როგორ დამემართა ამის ღირსია აბარავა ესე იგი ფაქტიურად მე გავაშვებინე სამსახურიდან არ ვარ ამის ღირსი აბარავა ეს როგორ დამემართა რა გავა ისე თეკლა შემოდები ბაბუ რომ ერთად წახვიდე კი არ ველოდები ბაბუ პირიქით არ მინდა რომ დამინახოს და ველოდები არ მინდა რომ შევხვდე და ველოდები როდის წავა კარგი არი ნერვიულო ბაბუ მოდი ახლა შენ აქ მოდი დაჯარისკაცებობი კარაქიანი პურები გელოდებიან და ჭამე არ მინდა ბაბუ ჭამა არ მინდა იმ ხელა სისხლი ვჭამე თეკლასთან რომ აღარ მინდა არაფრის ჭამა აღარ მინდა ვერ ხედავ რა დღეში ვარ კიდე სულტა თავს კაცი ვერ ხედავ რა დღეში ვარ კაცო ეს როგორ გავაკეთე ვაიმე როგორ გავაკეთე ეს თეკლა კარგი ბაბუ კარგი ბაბუ კარგი მაგის გადახვა ჯობია კაკალი დაამძრიო კაცო საახალწლო გვინდა მოიცადე ერთი წუთი რა ვაიმე თეკლა ვაიმე ეს რა გავაკეთე ახალი წელიდან აძვის ხე მინდა ბაბუ მე რებს მეუბნები ხარ აძვის ხე და ახალი წელი მინდა გამანებე თავი ერთი წუთი აძვის ხე კი უნდა დავდგათ ბაბუ აძვის ხე კი უნდა დავდგათ მართალი ხარ რომ უნდა მოვიტანოთ მაგრამ უნდა მოვიტანოთ დავჩეხოთ აი ეგ დავყაროთ და სხვები რომ აანთებენ ახალწელს აძვის ხე ჩვენ უნდა დავანთოთ იქნება რატომაც აღარ შემიძლია თეკლა ეს როგორ მომივიდა ეს რა გავაკეთე პატა გეტკინება თავი გეტკინება არ მეტკინება ბაბუ მაცლადი არ მტკივა ერთი წუთი რა ვაიმე მე მეტკინა უკვე ერთი წუთი მატანჯე რა კაცო მატანჯე რა მოგივიდა ვა კი ბატონო გატანჯე დააკედელი და შენი თავი და უტყირავდე იძინა კარგი ბაბუ ერთი წუთი გამოგივიდა რა არის ეს ვერ გავიქე ვაიმე თეკლა რა გავაკეთე თეკლა რა გავაკეთე მოდი ლაშა მოდი შემოდი შემოდი კარგი რა იყო პატა დაწყნდი დამშვიდი შენ ამ თავის ხმა გამოდის აი ჩვენთან გამოდის დაწყნე თავს ხო არ მოიკლავა რა ვიფიქრე მაგაზეც ვიფიქრე თავის მოკვლაზეც ვიფიქრე ლაშა მაგრამ ბაბუა ნუ ეხლა თუ მაინც ბაბუას ჩვენ მივხედავთ რა ვიცი კარგი დაწყნდი მოდი კარგი რა დამაწყნებს ლაშა ვაიმე თეკლა რა დამაწყნებს მოდი ერთი წუთი მოდი მე გეტყვი შენ რას უნდა გააკეთო მოდი და ჯერისმე რა გინდა აბა მითხარ ბატონო შენ ახლა ვერ ხვდები რომ თეკლას სხვანაირი ტიპის ბიჭები მოწონს რანაირი ტიპის ბიჭები მოსწონს აბა თეკლას რა ტიპის აბა პატა მომისმინე შენ ხარ ნაზი თეკლასთან მიმართებაში ხო თეკლასთან მიმართებაში ხო თეკლას მოსწონს ცოტა აი უხეში ბიჭები კი ხო აი ზედმეტად თავდაჯერებულები ხო აი რო კაცობენ ხოლმე რა აი ეგეთი ტიპის ბიჭები მოსწონს თეკლას ესე იგი შენ რას მეუბნები ახლა რომ მივიდე თეკლასთან სამსახურში და ვიუხეშო და თავდავიჯერო კარგი ლაშა ერთი წუთი რა რა ტიპის რა ის რებს იგონებ კარგი რა ერთი წუთი იგონებ რაღაცებს რას ვიგონებ პატა რას ვიგონებ მარტო თეკლას კი არა გოგოების უმრავლესობას მოსწონს ეგეთი ტიპის ბიჭები მოიცა შენი სანდაზა არ გაგიგია რა ანდაზა უხეშად თუ მომექცევი ნახე რა კარგად მოგექცეო შენ მომისმინე შენის არ გაგიგია რა ქვია რაც მიდოდე შენთვის კარგი ყველა ავა დაგიბრუნდესო არა კი გამიგია მაგრამ შენის გაგიგია თავს თუ შეიკავებ ელექტრში შეკავებ არას გარგებსო იცი რას გეტყვი ლაშა ნუ იგონებ რაღაცებს ვითომ ანდაზებიაო ამანებე თავი ვაიმე თეკლა ეს რა გავაკეთე ვაიმე იგონებ ნახდათ ანდაზებიაო რა მითხარი რა გარგებსო ბატონო პროფესორო, ოჰაიო გაძაიმას. ბატონო პროფესორო, როგორ ხარ? წელი როგორ გაქვს? წელი. კარგად, უბრალოდ ისე მკვეთ მოძრაობას ვეღარ ვაკეთებ. უკაცრავად საუბარში რომ ჩაგეჭერით, მაგრამ მე რომ კომბოსტოს ფოთლები მოგეცით, დაიდეთ წელზე.
ვერა ცივი იყო და რო ვიდებდი მეცინებოდა. და რას მიირთმევთ? გუში რაც მივირთვი იგივე. ანუ გუშინ რომ მითხარით, გუშინ წინ რაც მიირთვით, იგივე მომიტანეთ თუ იგივე მოგიტანოთ? დიახ. ისე არ მიაქციეთ ალბათ ყურადღება, მაგრამ გუშინ წინის წინაც იგივე შეგიკვეთა. უკაცრავად. ეხლა იქნება. დიდი მადლობა. ბატონო პროფესორი, გუშინ წინ ერთად იწერება თუ ცალ-ცალკე? როგორ არის იცი გუგა? თუ ადგილის გამოტოვების ღილაკს არ დააჭერთ ის, მაშინ ერთად იწერება. თუ დააჭერთ აუ, გუგა, რა კაია აქ რო ხარ. აუ, გეხოცები, შენი დახმარება მჭირდება რა. გუგა. გუგა. აუ, გეხოცები, მომისმინე რა. ხო, რა არის იცი? ვიღაცა ბიჭი მაწუხებს და გეხოცები, აი, დაელაპარაკე რა, რომ თავი დამანებოს. გუგა. თუმცა მე ვიღაცა გოგო მაწუხებს და ხა დაველაპარაკები, რომ თავი დამანებს. აი გუგა რა, აი მე კიდე ვიფიქრე რომ დამეხმარებოდი. თან რო ვიფიქრე რომ აი მეთქი ვის მიმართა თქო, ვინ არის ჩემთვის ახლო თქო და მივხვდი რომ შენზე ახლობელი არავინ ყავს. კარგი, რანუცა მე ვის რა უნდა დაველაპარაკო, ან ვინ ვარ საერთოდ რომ ვინმეს დაველაპარაკო? რატო? აი თუ გინდა სოსო იყავი, თუ გინდა მალხაზი, რა ვიცი, აი რომელიც მოიცრით ის იყავი. მაშინ იცი როგორ დაველაპარაკები? ხან სოსო იქნები, ხან მალხაზი. ხო, ხან გუგა. ხო, ხან გუგა, ხან მე ისე სოსო და საერთოდ დაიბნევა. ხო, კაი, მაშინ რას ვიზავ, იცი? რა დაურეკავ და ვეთყვი რომ საღამოს მოვიდეს ბარში. ხო. ხო. მე კიდე ამასობაში სოსოს ლექსიკონს გადავიმეორე. კაი. რო არ დამავიწყდეს მაინც რომ ვიცო. კაი, მიდი მაგარია. მიდი ხარ, მაშინ ერთი წუთი დაიცადე ჯერ მე გავალ და წამოდი და ვითომ უკან მომყვები. წამოდი. მოდი ხარ. ვასო, ჩემი შეკვეთა მალე იქნება? კი მზადდება შემწარი ბანანი ყაბაყით. ისა იაპონელებს რა კარგი გემოვნება ქონიათ. გადასარე. გამარჯობა. ვიცანით ხომ მე ანუ ტატო ვარ. ხო, ნუ ცა შემოსულა? იყო და წავიდა. ნუ საწავიდა. არა, ისე რომ ვიცოდე რა. არ ვიცი, აი პროფესორს კითხეთ აცოდინება. ეს არის თვითონ პროფესორი ან? დიახ, პროფესორი. ეს. გამარჯობა. გამარჯობა. თქვენ გეძახიან პროფესორას? მაგარი. წელი მткиვა რა. უკაცრავად. არა, იცი რა, ხომ ვერ დამეხმარებით. ვერა წელი მткиვა ხო გითხარით? არა, უბრალოდ მაინტერესებდა ნუცა ხო არის სად არის? სად არის ახლა არ ვიცი, მაგრამ ისე დღეს იძახთა რომ ვიღაც ბიჭი მაწუხებს და საღამოს აქ უნდა მოვიდესო. მე ვეღარ მოусმინე კრისტინა აგილერას კომენტარმა ჩამიეთრია. კრისტინაზე ვიცი ძალიან მაგარი ანეკდოტი. თუ თქვენ წელი გტკივათ ხო? ის რა მოიცა, ესე იგი ვიღაც ბიჭი მაწუხებსო ნუცამ, ხო? კი ბატონო. ხო, ესე იგი, კარგი მე ხა წავალ. საღამოს შემოვივლი. ამ საღამოს. ხო, ამ საღამოს შემოვივლი და დავილაპარაკები მაგ ბიჭს, ნუცას რო აწუხებს რა. რო აწუხებს ნებით, ხო? ხო, რო აღარ შეაწუხოს. აი? ხო. ისე, პროფესორ. რაღაც შემწვარი ყაბაყის სუნია, ხო? თუ ვაჩა გამარჯობა. გაგიმარჯოს ნოდა. ვაჩა გენაცალე. ვაი მე გეხვეწები ნოდა რა ხლა არ დაიწყო რა. ანას უთხარი, ეს უთხარი თუ არა იმან რა გითხრა გეხვეწები და არა მაგ თავი. შენ შემოგევლი არაფრის დაწყებას არ ვაპირებდი, მაგრამ რა კი შენ დაიწყე სიტყვის ძაბს განძი გამოადი. მოკე, გამოაბი სიტყვის ძაბს განძი და დაასრულე თხრობა. აბა გისმენ. და რა კვანძი რა კვანძი ნოდა რა სიტყვის ძაბს რა იგავარაკებით მელაპარაკებით ხარ. ლაშა. გამარჯობა ნოდა. გამარჯობა. რა ხდება? არა ისე რაღაცა სიტყვის ძაბს ვაბავდი გამოვნასკვეთ თუ რა კვანძი გამოვაკეთ. ლაშა, შენ დახმარება მჭირდება. მზალს რაიონში მოუწია წასვლა და ჩემი კვირლის მკურნალობა ვერ დაასრულა და იქნებ შენ რამე მომიხერ. კი, გენაცვალე, რა პრობლემაა? დაძექი მოდი. მოერგე.
სფერო იცის რაო ზალმა პრობლემა მაქვს რამეო თუ გოჭის ჩამოსაყვანად წავიდა იაფად ნახა გოჭი არა ნოდა რა გოჭი ცუდად არისო სიდედრიო უიმე გენაცვალე ვისჯერა მაგის ღაპრების მაგას გიხავს გოჭი ვიცი ძედრი მაგრამ როგორ უჩვარ დამხალს ტყუილები ყველაფერს იკადრებენ აქ რო ძავს გაიწყვეტავენ მე აღარ იციან რა ქნან და რა გოჩვერდი ნოდა გოჩვერდი გეტრა თქვა ლაშამ თქვენზე როგორ უხდება ახალი სათვალეებიო ნათელით მოსილიაო შარავანდედი გადასწორცისო ანათებს ფერი ან ამბილი ამას ვენასა არა ფრისის ესე ვამბობ ხოლმე ეგეთ რაღაცებს ხედა ხო ეს ანა ცოტა ხანი პაპირი გამიყედა არ დახურო კარგი ეხა რა უნდა მოგიყვეს შენმე ბუღალტერი ხო იცი გათახსირებული შინდის გარეცხილი ამახალწეს გენაცვალე ვითომ პატივი დამდო და მომართა ნიგოზი და თაფლი შედალოცვილო თუ პატივისცემა გინდა გოზინაყი მომიტან ეხა ის საჭრა და ვახალო და ვარჩიო მეგჩემიცი მარა ბოროტიროა ხალხი და რო უნდა გაწალოთ ამაშია საქმე ნოდარ მე ანას ვუთხარი პირი გააღედა არ დახუროთ ხო შენთვის ხო არ მეთქვამს არა შენ ოღონდ პირი გააღედა რა მეთქვი და მე რა მოვიკერავ საერთოდ ალო უკვე მოვიდნენ ვინ მოვიდა კარგი ეხლავე გამოვალ ლაშა სასტრაფო საქმე გამომიჩნდა აუცილებლად უნდა გავიდე და ცოტა ხანში დაუბრუნდები კარგი იგი ნათვალე როცა გინდა მოდი როცა გინდა წადი როცა შეგაგეხარდა და როგორ შეგესია მომიდა რა გჭირს რა უბედურება გჭირს რა გჭირს რა უბედურება გჭირს როგორ ვერ უთხარი ამ გოგოს ორი სიტყვა რა ვიცი ნოდა როცა დავაპირებ ხოლმე თქმას როგორ გამონასკვას რო დავაპირებ ხოლმე ვეღარ ვნასკვავ მე ნერვიულობ და რა ვიცი ჯანდაბა და ოხრობა აი ეს გამოგანასკვინებს შენ დიახ ჩემი კონიაკი შენ საიდან მაგენაცვალე და იქ როიდო ვიფიქრე 1000 ძაღლი და ღორი მიდის არ მოტყდურჭოს 1000 ვაქცინა არ გადავიდეს ხო და ჩავიდე ჯიბეში და წავიღე ეს აგალაპარაკებს ისე რომ გაგიჟდები ამალაპარაკებს კი აგალაპარაკებს ხო და შენ თუ ეგრე ახლა რასაც შეიძლება თუ მართალია და ეს ამალაპარაკებს შენ უდალევ მაინც რა მოიცა გაცვერთი აბა შენ გაგიმარჯოს ჩემო ლაშა ერთო დალოცვილი ამყოფე ბედნიერი გახარებული გამრავლებული აჰა ბუჩქი იხარე მიდი ბოლომდე გაგიმარჯოს ერთი და მორჩა ხო მორჩა აბა ჰოპა ეხლა კი მორჩა შენგენაცვალე მაგრამ ანასაც გაუმარჯოს აი ანასაც მიდი ხო აბა ანასაც უნდა გაუმარ ანასაც გაუმარ ჯოს მიდი ოღონდ ის რა ქვია ახლა მე ბევრი არ დავლიოთ მაინც სამსახურში ვარ გაუმარჯოს ანას მიდი გაუმარჯოს შენგენაცვალე ოჩახ ნუნუ ჩემი ნუნუ ეხლა ნუნუ აბა ნუნუსაც გაუმარჯოს ვინ არის ნუნუ ნუნუ ვინ არის იცი ნუნუ მომართვა თხილი მე მივართვი ანას არ მომეწონა თორე რას მივართმადი შავშავი ანას ჩამოტყდა კბილი რო ჩაჭამა თხილი მივარდა მე ზალთან ზალთი არ დახვდა მოვიდა ანას შენთან და გეცი პატივი და აი ნუნუს გაუმარჯოს გაუმარჯოს კაი გაუმარჯოს ნუს გაუმარჯოს ო ნუნუსაც გაუმარჯოს რა კარგად თქვინოდა მე ხერხება რა კარგად ჩვენს კუთხე კუნჭულებს გაუმარჯოს რა კარგად გალოდინე აი არა რა ბუდიში ახლა კბილსაც მივხედავთ და გამოვნასკვავთ კიდეც ანა შერა ლაშა ნასვამი ხარ? არა ნასვამი მე და ნოდან აიხმატა რაღაცა რაღაც უნდა გითხრა ანა ლაშა შენ კი არა მე უნდა გითხრა რაღაც თან კაცრად ხვალ სამსახურში რომ მოხვალ პირველ რიგში ჩემთან ამოდი კარგი? წავიდა ახლა წავიდო და აბა რა იქნებოდა გატრეტილი ხარ ერთიო ნოდან რა იყო გაგამიკეთე ახლა ეს მე რა გაგიკეთე თუ შენ არ გამიკეთე აბა დავლიოთ რომ მითხარი დავლიოთო და დავლიე მე შედალოცვილო ორი თვია გეუბნები მიდი იმ გოგოს რამე უთხარიო და ვერ დაგწერე პირჯვარი და ერთი გითხარი მოტყლურჭა თქო დათერი და გაიტრიდა და გაგება მე მაგრალე ხარ აი შენი გამონასკვალი აღარ დარჩა იქ
რა არის? აი მე ტატო კიდე შეცდომით არის. ისევ შემიშალა? ხო. ტატო მოდი კიდევ ერთხელ აკიხსნე, ხო? ესე იგი ლურჯ საქაღალდეში ვაწყობთ წლევანდელ უწყისებს. წითელ საქაღალდეში ვაწყობთ შარშანდელ უწყისებს. ანუ წარსული წვრით ვერ დაიმახსოვრე. შარშანდელი. ო ეხლა ნახე რა მაგარი იქნებოდა შავი საქაღალდე რო იყოს, ანუ შარშანდელი, შავი შ, მიხდი? ისე გულმახსოვს. ხო ტატო, სამწუხაროდ შავი საქაღალდე არ გვაქვს ახლა, მაგრამ დაემატა ყვითელი საქაღალდე. აუ, კიდე დაემატა. მივხვდი, ანუ ეს რაც შემეშლება, ისინი უნდა ჩავდო ყვითელ საქაღალდეში, ხო? არა ტატო, ეს არის მომავალი წლის უწყისების საქაღალდე. აჰა, მომავალი, ანუ ყვითელი. ლ. აუ კარგი რა ტატო რა რით ვერ დაიმახსოვრე. წითელში დებ წარსულს, ანუ შარშანდელებს, ლურჯში დებ წლევანდელებს და რა ქვია, ყვითელში დებ მომავალში რასაც გააკეთებთ, გაიგე? ჩაღნე. რა ჭკვიანი ბავშვია რა? მე კი ვარ ჭკვიანი, მაგრამ შენ? ნიკა. კარგი. მე წავალ. ამას სულცებ მივხედავ, ეს არაა პრობლემა. უბრალოდ რაღაც მინდა გთხოვ, დღეს ადრე მინდა რომ წავიდე სამსახურიდან, რაღაც სერიოზული საქმე მაქვს მოსაგვარებელი და ანუ თუ რამე გინდა, ეხავე რომ მითხრა რა, ანუ დამოწები თუ რამე. ო, რაც გითხრა ხო, რა სამბიკა. ხო, კარგი, წავიდეთ ტატო. ესე იგი წითელ საქაღალდეში აწყობ შარშანდელ უწყისებს. ხო, გახსოვს ლურჯ საქაღალდეში აწყობ. ვერ ისწავლა რა ამ ხალხმა ჭკუა რა. ხო იცი, ანუ Facebook-ის ჩემთვის დატოვება არ შეიძლება. ეხლა რამე სტატუსი უნდა მოვიფიქრო. მომიოცეთ ხოდები. ახლა ნიკა, კარგი რა არის ეს როგორ იქცევი, ხო იცი რომ შენზე უფროსია, რანაირად ელაპარაკები, რა არის? ალო? გისმენთ? დიდი მადლობა. რა ვიცი, შეიძლება დამდეგ ახალ წელს გილოცავი. ხო, დიახ, თქვენც მრავალს დაესწარი. მადლობა. მამა ჩემა თუ იცის? რა, ახალი წელი რომ მოდის? რა? არა, იცით, რაღაც გაუგებრობა, რაღაც შეცდომაა, კარგით. ნახვამდის, კარგი, ნიკა, კარგი, რა არის, რა ხუმრობა არის, ითიერთობი, ვერ გავიგე. საღამოს უფრო კარგად გავერთობი. რა თქვი, ნიკა? ეს არაფერი, ჩემთვის ჩავილაპარაკე. ნიკა, რაღაცა გავერთობიო და აწყობ შენ რაღაცას მითხარი აბა? არ გეტყვი. ნიკა, მითხარი და თუ გინდა სახლში რომ მივალ რძე არ დალიო. არ გეტყვი. ხო და თუ არ მეტყვი, მეც არ გეტყვი, რა სიურპრიზს გიმზადებ საახალწლოდ. სიურპრიზ? აუ მითხარი რა გეხვეწები რა. არა, ნიკა, ჯერ შენ მითხარი. კარგი გეტყვი. ლაშა მოატყუა პაატას რომ თეკლას მოსწონს უხეში ბიჭებიო. და რატომ მოატყუა? ვერ ხვდები ახლა თეკლა? რა? დაიწყებს ახლა პაატა კიდე რაღაცებს კიდე ეგ უნდა აუ ახლა შენ მითხარი რა გიხვეწები სიურპრიზი რა არის? ნიკა, ხო გითხარი სიურპრიზია თქო, ესე იგი სიურპრიზია. აუ რას რამდენს ლაპარაკობ ნიკა რა. პაატა კურიერი მოვედი. გამარჯობა, აბა. როგორ ახარ, თეკლა? რა ვიცი, აბა რამე საქმე თუ არის გასაკეთებელი დროზე მითხარი, თორე მეჩქარება დრო არ ამა გავდივარ მე. ისმენ, აბა. რა ხდება, თეკლა? ვა! შენ საკა ხარ ბავშვი, არ დაგტოვეს სახლში, ჰა? ეს ისე რა, ისე რა, ხო. პაატა, ჯერ ფეხები ჩამოაწყვე. და მე ლაშას დაუჯერე, ხო? რა ლაშას დაუჯერე, რა დაუჯერე, რა. თეკლას უხეში ბიჭები მოწონსო, ხო? ხო, ნიკა მითხრა. ოდია ბავშვი. ოდია ბავშვი. მომისმინში. მომატყუა შამ, ჰა? ნუ ახლა როგორ გითხრა? შეიძლება მოგა.
კარგი, თეკლა. მოდი ჯერ ის ფეხებს ჩამოვაწყობ, ხო? ხო, ჯერ ფეხებს ჩამოვაწყობ. ამასაც დავდებ აქ ესე. აქ არის დო თავიდან რომ შემოვედი და ბოდიში. ბოდიში. თუ გინდა გავალ თეკლა და თავიდან შემოვალ. პატა ვარ კურიერი თეკლა ხო იცი? კარსაც ისე კი არ დავკეტავ ისე უხეშად ისე ხელით ბოლომდე მივყვები სანამ არის ჩაჯდება იმაში ესე ხელს არ გაუშვი. რა ვიცი როგორც კიდე. ესე იგი მომატყუა ხო ლაშამ? გასაგებია. წავალ მე ახლა ლაშასთან და მაგის გულისთვის ვაჩვენებ მაგას როგორია უხეში პატა. წავალ და ვაჩვენებ მე მაგას ერთ. აბა დროებით კარგად იყავი და ბატონო. მოდი. რა არის ბავშვი რა ხდება? შენ ლაშას არაფერსაც არ ეტყვი და საღამოს მაგრად გავერთობით. როგორ გავერთობით? შენც არაფერს არ ეტყვი. ხო. და ვითომ მართლა მოგწონს უხეში ბიჭები. ხო, ისე ღირსია ლაშა. აშა ღირსია და წავედი მე და ბავშვი, გეუბნები ბავშვი იცოდე, ბავშვი. ბავშვი. გამარჯობა. იცით ხოლმე ანუ? დიახ, ტატო ხარ და ნუცასადარ. ხო და არ შემოსულა? არა, ჯერ არ შემოსულა. და ის რომ დაველოდოსავით ანუ კარგი, დაველოდეთ. ხო. მოგერთვათ რამე? არა, ვიყოს ნუ შეწუხდები. თუ მომინდება რამე მოვალ მეც თან ავიღებ, არა. ერთი წუთი რა გოგონი რა. სოსო ხარ გიცანი გოგა. გენეცელი. ესა ნუცა ხوار შემოსულა. არა, მაგრამ მოდი. აი ეს ბიჭი მოვიდა და ნუცას ელოდება. ესე იგი ეს არის ხო ნუცა რომ მითხრა მაწუხებს. მადლობა გოგონი. არაფერს სოსო. გაუმარჯოს. გამარჯობა. შენ გუგა ხო პოეტი თუ რაღაცი? არა ძმა მე სოსო. სოსაო ისევ შემეშალ სუმეშლება ეს საქაღალდებით სუმეშლება წარმოიდგინე შარშანდელიდან ანუ შედან უნდა ამოვიღო უნდა ჩავდო წლევანდელში ანუ წში და სუმეშლება ეს აი დღემდე ვერ იმასვქენი მაგრამ შენ სახელს გეტყვი როგორ დავიმახსოვრებ სოსო ხარ შენ ანუ სთი ხო სოსო ერთი წუთი რა ძმაო შენ ნუცას ელოდები ხო შენ ხარ ის კი ნუცას ველოდები და მაღაზე უნდა გელაპარაკო ხო და მე ზუსტად მაღაზე უნდა გელაპარაკო ტატო სოსო ხო სოსო ნახე რა მაგარია ტატო სოსო მიხვდი ანუ ტატო სოსო ძალიან მაგარი ვერ მიხვდი მართლა მაგარია ტატო ხო რა მაგარია ძალიან მაგარია ხო მოკლედ ბევრი დრო არ მაქვს ახლა მომისმინე თავი დაანებიგოს შენ ტექსტებს რატო იმეორებ მე კი არ ვიმეორებ შენ ტექსტებს შენ კარნახობ იმას რაც უნდა ვთქვა ისმინე ტატო გეტყობა რომ ჭკვიანი ბიჭი ხარ არა შენც გეტყობა ეხლა რომ განათლებული ადამიანი ხარ და მოდი რა ნუ შეაწუხებ მეტი იმას არა მოდი შენ ნუ შეაწუხებ ნუცას ძალიან გთხოვ რა ისევ ჩემ ტექსტებს იმეორებ კარნახობ და მე კარნახება და როგორ არ უნდა გიკარნახო ხო და მეც ვიმეორებ შესაბამისად და რო არ გიკარნახო ვერ გავიმეორებ ეგ როგორ ხა რა ხდება ნუცა მოხვედი არაფერი ახ სოსას უხსნიდი რომ აღარ შეაწუხო მეთქი ნუცა რა შენ კი არ მიხსნიდი მე გიხსნიდი რომ ნუ აწუხებ ნუცას მეთქი კაი ტატო რა ეს სოსო კი არა გუგა გუგა ისე შემეშალა კაი გრუთი დავიმახსოვ ხო გუგა კაი რა ძლივს დავითანხმა ის ჩემი დეიდაშვილი რომ მოსულიყო და ეჭვიანა ამას და ეხა რა ვქნა რა დეიდაშვილი რა დაითანხმეო ой წამოც და ის მიდი თილაპარაკეთ თქვენ კარგად ლაპარაკობთ ბიჭო წავალ მე ხა ტატო აზე ხარ როგორ მატყუებდა და რას გატყუებდა რას და თავისი დეიდაშვილი ყოფილა ის ბიჭი ვიზეც მეუბნებოდა რომ აწუხებსო ესე იგი გატყუებდა რას მატყუებდა ანუ ეს ბიჭი ყოფილა დეიდაშვილი ვიზეც გეუბნებოდა რომ აწუხებსო ვინც ბარში უნდა მოეყვანა მიხვდი
შენ მე ახლა გონება გამინათე. მალხაზი. რომელ მალხაზი. აუ, სულ მეშლებ, ან მალხაზი. მალხაზი ზ. კარგი. ნოდარა, გამისკდა თავი. ეს კონიაკი მინდოდა ახლა მე. ნიკა. მე ზოგადად შევიძია? ნიკა. პატა მოვიდა. ჯერ არა იყო. არა, თეკლას სახე მაინტერესებს, უხეშ პატას რო ნახავს. მეც მაინტერესებს თეკლას სახე. ლაშა მეძახდი? რა? რაღაც თეკლაო გავიგე და. ის ხო, რა ვიცი, თეკლა ძალიან მისკდება თავი და ეს მე ვიფიქრე იქნებ ლუძე ჩავათქო, ჰა? არა, ლაშა, ხო იცი სადარბაზოში რო გავალ, პაატა მithვალთვალებს და არ შემიძლია მაგის თავი ნამდვილად არ მაქვს. შენ პაატას თავი არა გაქვს და მე თავი არა მაქვს საერთოდ. ლაშა. აქ ხართ. ლაშა, თეკლა სად არის? სახლშია. სახლშია? ხო. მომისმინე ისა დაჯექი. მოკლედ, ვიფიქრე და გადავწყვიტე შენ როგორც მითხარი დილით, შენ როგორც დამარიგე, ისე მოვიქცე. ცოტა სიუხეში, ზედმეტი თავი დაჯერებულობა ხო ხდები რა? ხო. ხო, სად არის აბა თეკლა, სად არის? აუ, კარგი რა ბიძია რა დამეღალა თვალი ვა. პაატა, შენ ხარ? ხო რა იყო გოგო მე ვარ ხო რა არის რა ვერ მიცანი როცა გინდა მცნობ როცა გინდა ვერ მცნობ ეგრე ხართ ხო ეგრეა რა ეგრეა ხო როცა გინდა მიცანი ეხლა ვერ მიცნო ლაშა რა ჭირს ამას ხო შეცვლილია ხო თეკლა კი ზედმეტად ის არის თავდაჯერებული და მე ვიტყოდი უხეშიც ხო და რაღაცა ისეთი საყვარელია და მიმზიდველი როგორ ხარ? რას დამადექი თავზე რა ვერ გავიგე, დაჯექი თუ ჯდები რა, ჩამომიდექი. რა ჩამომიჯექი, გოგო, რა გინდა ვერ გავიგე, რა ჩამომიჯექი, რა გინდა? პატა, თუ გინდა წავალ. საწახვა ხო თამაშობ კაცო. პატა, შენ არ იყავი ესეთი და რა გჭირს? როგორ არ ვიყავი, გულის სიღრმეში მე სულ ხეში ადამიანი ვიყავი, თეკლა, ხო, რო იცოდე. მე მგონი ჩვენ მაგეგმა არ გაამართლა. მე მგონი თეკლას მართლა მოსწონს უხეში ბიჭები. კარგი რა ნიკა რა, როგორ შეიძლება გოგოს მოსწონდეს ასეთი მოქცევა ბიჭის? გოგო ხო დავით ნაზია. ნუ, ყველა არა. ისე ბიძია რო დაუკვირდე მართლა მოსწონთ გოგოებს უხეში ბიჭები. მაგალითად გუშინ მეგვანცას თვები მოვქაჩე და ისე გავხარდა რომ ეხლაც მეწის ლოყა. მომისმინე გოგო რომ იზიხარ აქ ჩამომიჯექი ადექი ეს კურტკა წაიღე იქით გაიტანე და ჩამოკიდე. ახლავე პატა. მომეხმარე გაკაჩე რა გჭირს რა არის კაცო გაკაჩე. აი რა კარგი სუნა მოგასხია პატა როგორ მომეწონა რა კარგი სუნია ხო თეკლა მოდი აქ მიდი გოგო გეძახის ადამიანი რა გინდა რას მიყურებ რა დამადე თეკლა ხო ლაშა რა გჭირს არ ვიცი ლაშა რა მჭირს მე თვითონაც არ ვიცი რა მჭირს რაღაც ესეთი მამაკაცური პატა ძალიან მომწონს ძალიან მომხიბლელია ლაშა თეკლა მოდი აქ მოდი გელოდო მოდი და ეხლა წადი და წყალი მომიტანე ხო მიდი წყალი ხო რო გარბიხა სად გარბიხა ჯერ გაიგე აი წყალი პატა რა გინდა რა წყალი მოგიტანე მომეცი მე ვერ ახარ შენ რა ვერ ახარ რა არის თბილი წყალი რომ მომიტანე რა თმინდა ვერ გავიგე რა თმინდა ბოდიში პატა რა საყვარელი ხარ მართლა არგი რა ხო იცი რომ თამაშობ ხო გამის არა
რას მიჩურჩულებ, რას მიზუზუნებ, ვერ გავიგე ყურში, რა გინდა, ვერ გას მიზუზუნებ, ვერ გავიგე კაცო. აიღე ტელეფონი გირეკავს, არ მიმამსხვრევინო, აიღე მეთქი გეუნები თავი გამიზდა, მივაპტორიო ეხლა ტელეფონი. ახლა რა საყარელი ხარ ჩემო სიხარულო? აშა მე მგონი გაამართლა ხო იცი შენ გეგმამ ნახე როგორ მითხრა ჩემო სიხარულო რა საყვარელი ხარ ხო გაამართლებდა აბა მე ხო არ მოგატყუებდი მომისმინე რაშა მოდი იცი რა ვქნა ცოტა ზედმეტი თავდაჯერებულობისთვის რა ცოტა სითამამე და სიუხეში რომ გამომივიდეს უფრო მოდი ესე აი მხეს სახეში ავარტყავ ხა ისე პეტვე კაი აზრი აქამდე როგორ ვერ მოიფიქრე რა არის კარგი აი ხო ხედო ბავშვისაც მოეწონა არა მაგათ კი არა ვარტყავ აი წინათითებს აი ესე ავარტყავ გასლაპარაკობ არ გაბედო გაჩერდი გაჩერდი ბუკა მე ხო არ გადიჭი გაგო აგი გაჩერდი გაგო შენ გელაპარო დაგა ქექს ყალი ნერვე ხუმიში შენ გელაპარაკე შენ წიკით გადი ვერ ვაკეთო ერთი წუთი და იმას ვიზავ რა შენ გელაპარაკები გოგო რამეს მეუბნებოდი პუ რა პუ გოგო რა პუ გადი კაცო გამიში ხელი ნუ გადი გადი ვინ არის პუ მე ვარ პუ გადი და დაი მე ვარ პუ მოდი ხვა გაჩერდი კაცო რა რატო გავუშვი ხედავ როგორ საყვარლად იწევდა ჩემსკენ აშა მე მგონი შემიყვარდა იძია მე მგონი მართლა მოსწონთ გოგოებს უხეში ბიჭები ვაჰ როგორ იჯდა ეს აქა Алло. Ana ხარ? მომხედე გოგო შენაკეთ. თეკლა ხარ? ხო. აშა არ არის ხო? არა პატა რაღაც ტელეფონზე ლაპარაკობდა მე ბოდიშიო გამიდიშესო და ბარში ჩავიდა ბუცდა აჰა ძალიან კარგი ისე რა მაგრად მოვატყუეთ არა ხო მაგარია ხო ძალიან მაგარი ძალიან მაგარი მომისმინე მოდი გინდა სულ გამოვაშტეროთ საერთოდ ეხლა აჰა მოდი აბა როგორ და მომისმინე ეხლა მე და შენ ავდგეთ კარგად ლამაზად გამოვიპრანჭოთ წავიდეთ ხელი მოვაწეროთ და სულ გამოვშტერდება წავიდეთ უკვე თუ რა თეკლა მომისმინე საწახოდი თეკლა გოგო თეკლა რა ვიცი რა ვთქვი ლაშა გამოვაშტეროთ მეთქი და რა როცა გინდა გესმით ჩემი როცა გინდა არ გესმით ჩემი და ეხა კარგი თეკლა კარგია თეკლა რა კარგია